იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს, აფთიაქებში კვლავ სამედიცინო პროდუქციის დეფიციტია. კონკრეტულად პირბადეებით შევსება სააფთიაქო ქსელები ვერ ასწრებენ, რის გამოც მოქალაქეები ვერ ყიდულობენ, ან ყიდულობენ, თუმცა გაზრდილი ფასით. მოსახლეობა ამბობს, მაშინ როცა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეა, პირბადეები ხალხს უფასოდ უნდა ურიგდებოდეს. მათივე თქმით, ხელისუფლების ნაბიჯები გრიპთან საბრძოლველად არაადეკვატურია. პირბადე ხო ეს ელემენტარული რაღაცაა, ნუ ელემენტარული რაღაცა როგორ შეიძლება მსოფლიოში გავიდეს ხმა ჩვენ რომ საქართველოს პირბადების დეფიციტია. მithumetes ესეც საშინელი ეპიდემიაა მოსალოდნელი, ხო? ნამდვილი ხელისუფლება რომელიც ხალხზე ფიქრობს და ქვეყანაზე ფიქრობს, უნდა ყველაფერი ზომა მიიღო, რომ უფასოდ მიეცათ ხალხისთვის მასიურად, თანაც მანქანებით ჩამოერიგებინათ ქუჩა-ქუჩა და მიეტანათ. აი ეს იქნებოდა კარგი. მაგრამ ეს რასაც ახლა პირიქით ფასი მოუმატესო დღეს ტელევიზორში მოვკარიყო. პირბადე აუცილებელია, უნდა გვირიგონ უფასოდ. არაფერი არ არის ესეთი გასაჭირი, რასაც მაგინი აკეთებენ. აუცილებლად უნდა რიგდებოდეს უფასოდ. ვინას ხო ის? თავრობას ხო ის ალბათ, აბა? რა ვიცი, სხვა ის დავუბრალოთ. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს? უნდა იყოს, როგორ, პირადად მე გრიპი მაქვს. აი ახლა ექიმთან მივიდივარ პირადად. არა მაქვს პირადად, რა ვიცი. ვერ იყიდეთ? არც ხონდათ. დიდად რომ გონია პირბადები რამეს გშველოდეს, მაინც არც ეგ არ არის. ნამდვილად ვთვლი, რომ უნდა იყოს ეს ისეთი პრიმიტიული მარტივი რაღაცა, რომ ამის დეფიციტი სახელმწიფო სირცხვილია. ხელისუფლება არ უფასოდ არ უნდა არიგებს. აი ხალხი ამბობს, რომ ეს ისეთი რამეა, რომ ელემენტარულია და ღმერთო ჩემო 10 თეთრი ღირდა თუ არ ცდები ეს სულ და უფასოდ დარიგება ამისთვის საჭირო არ არის. 10 თეთრს ყველა გაჭირებულიც კი გადაიხდის. უბრალოდ უნდა იყოს. არ არის კი მე თვითონაც ვიყავი და ვერ ვნახე. ალბათ ესეც ერთგვარი მაფიაა, მეტი რა უნდა იყოს. თორემ განაწილებით მინისტრის გამოცხადებით მე მგონი უნდა განაწილებულიყო ყველა სააფთიაქო ქსელში უნდა ყოფილიყო. აი როგორ ფიქრობთ, არ უნდა ურიგებთ ეს უფასოდ ეს ელემენტარული სახელმწიფო უნდა ურიგებდეს ამ შემთხვევაში, როგორც რომ დღეს არის უკვე ვირუსი, ეს სერიოზული ვირუსია, უნდა ურიგებდეს სახელმწიფო. უნდა ურიგებდნენ, მაგრამ უნაქნა. თუ რახანც ეგრე არის, ის ვირუსი ჩამოაყალიბეს, უნდა დაურიგონ, აბა მაგრამ უნდა. რა თუ უნდა იყოს და ამ დროს რა არის? კანეშნა გამძვირე შვილო. ვერ იყიდი, ვერაფერს ვერ იყიდი. რატო და იმისთვისა იციან რომ უკვე უნდა აუცილებელი იყიდო და გაჭერენ წიხლს. აი რატო? უნდა ურიგებდეს, რა თუ უნდა იყიდებოდეს? ჰა? ის ხო მიზერული თანხმობა. უნდა იყიდე, უნდა დაურიგოს. აბა მიდი და უთხარი. კაპიკს მას გიზამენ. 5 კაპიკი რო გაკლეს არ შეიძლება. პრევენციის მიზნით პირბადეების მოსახლეობისთვის უფასოდ გადაცემის საჭიროებაზე საუბრობენ მედიკოსებიც. მათივე თქმით, გარდა უფასოდ გადაცემისა უნდა ხდებოდეს ფასების რეგულაციაც. ფასები გაიზარდა პირბადეების. ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ? უნდა სახელმწიფო აძლევდეს მოქალაქეებს ისე გულწრფელად რო გითხრათ, ფიქრობ რომ უნდა აძლევდეს ალბათ. გულწრფელად რო თქვა ეხლა. დიახ, აი ეს როგორც ექიმა კი არა, ხა სანამ ექიმი ვარ, დეფიციტია, ან გაზრდილი და რა ვიცი, მოქალაქე და ის ამ თვალსაზრისით ფიქრობ რომ რაღაცა გარკვეული რაოდენობა კარგი იყო, რომ ეს არის ესეთი პრევენციული ღონისძიებები რომ ჩატარდეს. ვიღაცამ ხელი მოითხოვ, იმიტომ რომ გაზრდილ ფასში გაყიდა, როდესაც მაგას გეთანხმებით, უნდა იყოს ამაზე რეგულაციები, როცა ხალხი ისედაც ესე განერვიულებულია და დაპანიკებულია, რაღაც ესეთი რეგულაციები უნდა იყოს გეთანხმებით აბსოლუტურად. უნდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადების მიუხედავად, რომ სააფთიაქო ქსელებში გუშინ უნდა შევსებულიყო მედიკამენტებისა და პირბადეების მარაგი, ჯერჯერობით ზოგიერთ აფთიაქში ისევ დეფიციტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს და ქვეყანაში დაავადებულთა დიდი რაოდენობაა.